პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფორუმზე ორბელი 2025 მშვიდობის მშენებლობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა სიტყვით გამოვიდა, რომელსაც 17 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავის გამოსვლაში მან მთავარ მიღწევად 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება დაასახელა და განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარებულია. ფაშინიანის თქმით, ამ მშვიდობის საფუძველია 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაცია, რომლითაც მხარეები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებში აღიარებენ. მან ასევე აღნიშნა 2024 წელს ხელმოწერილი სადელიმიტაციო კომისიების მუშაობის დებულებებისა და ვაშინგტონის დეკლარაციის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტი პრაქტიკულად დასრულებულია, თუმცა სოციალურ-ფსიქოლოგიურ დონეზე ის კვლავ გრძელდება და მის დასაძლევად პოლიტიკური ლიდერობაა საჭირო.